საღამო მშვიდობისა, თქვენს ტელერადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე მისი წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. საქართველოდან გაფრენილი ნაციონალური მოძრაობის მერცხლებიდან ერთ-ერთი მერცხალი ბაჩუ ახალაია უკან დაბრუნდა, მაგრამ ძალიან გთხოვთ არ დაგვავიწყდეს, რომ ახალაია ხომ კარგად დავიწყებული ძველაია. სასჯელ ახსრულების ახალი მინისტრისათვის იაპონელებმა ახალი ავტომობილი გამოუშვეს, Sozar Subaru Forester. ის ძალიან ეკონომიურია და 100 კილომეტრზე 1 ლიტრ არაღს წვავს. ჩემო მაღალო, შენი 9 წლიანი მეფობა ხალხს ისე დააწვა, რომ მე მგონი კუზი გამოუვიდა. ანუ რა შეიძლება ითქვას, რომ ხალხი წაკუზულია, ან გადაკუზული? ისე ამ ნაციონალებს მინდა ვკითხო, კაცო. თქვენ კი წახვედით, მაგრამ ჩვენ ხალხს რა დაგვიტოვეთ? გამოთ, ეგეც ვიცი რას მიპასუხებთ. ავიღოთ სასტუმრო რედისონი, გავხლიჩოთ შუაზე, ჩავდოთ ანბანის ძეგლი და მოვაყაროთ ლაზიკა გემოვნებით. ისე ძალიან უკვირთ ნაციონალებს. ბათუმი რაღაცომ წავაგეთ არჩევნებშიო. ბათუმი ხომ კარგად გავუკეთეთო. იცით რას გეტყვით ნაციონალებო? გაიხსენეთ დიდი დათათუთაშხიას სიტყვები. ვისაც გავუკეთეთ, სწორად იმან გაგვიკეთაო. ეს სწორად უნდა გქონდეს, სწორად ხიას გქონდეს. ბიძინა ჩემიც კარგად გვამშვიდებს, კაცო. ეს კახი კალაძე რომ მოვიდა, რა გინდათო ერთ თვეში კარგად ისწავლის ენერგეტიკასო. რა თქმა უნდა ისწავლის, ბიძინა ჩემო. ხომ გაგიგიათ, ფაზა 0-თან რომ დააბა, ან ჰერცს ისვლის, ან ვოლტსა. იმითაც გვამშვიდებს, ბიძინა ჩემი, პენსიები გაიზრდებაო. როგორ გაიზრდება პენსიები, ბიძინა ჩემო? მივხვდი. ჯერ ალბათ ამ პენსიებს გავყინავთ, პენსიები გაცივდება, დააცემინებს და მერე თქვენ ეთქვით გაზრდაო, ხო? ახლა კი ანეკდოტები ვასიკო ოდიშვილისგან. გზაზე მიდის ლოგოკინა და ნიჟარას მიათრევს. გავლენები ეკითხებიან, არ გეზარება ამ ხელა სახლი ზურგით რო დაგაქვსო? ლოგოკინა კი რას უპასუხებს, იცით? ეს სახლი არ არის, ეს ბიზნეს ცენტრიაო. ხალხი ეკითხება ბიძინამის. ბიძინამისო, ხელფასები რომ გვაკლდება და უმუშევრობა რომ იზრდება, როგორ ფიქრობთ, რა გვეშველებაო? ბიძინამისი კი ეუბნება, 1-2 თვე მაცალეთო და მერე შეეჩვევითო. ახალი ანეკდოტი ბიძინასაგან. გიორგი სააკაძე ეძახის თავის ცოლს. რუსუდან შედი კარავშიო და რუსუდანი პასუხობს, არ ვარ იმნაირიო. ხო. ბიძინა ჩემი დააცემინებს და იქვე ჯდომი გუბაზე ეტყვის მილიონიო და ბიძინა ეტყვის პაპალამო ნახევარი სპონჩი რა. არ არის ასაცილო? მაშინ ამოვჭრათ ნახევარი სპონჩი რა. არა მოვჭერით? ხო. და გადაცემის ბოლოს მუსიკალური აბი ჩემგან. ბიძინა ჩემო ბიძინა, რა უსაშველოდ მენატრები, ჩემს მეტმა ვინ გაგიცინა, ნუ დამივიწყებ გებედრები. ეს იყო ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.
ვაიმე, რა სილამაზეა, შეხედე. რა ხედვა, მოფიქრე ფერები ნახეთ, ხო? აი, რო უყურებ, აი ესე მაჟრია. აი, შორიდან და მაგარია. ხო, ნახეთ, საერთოდ შორიდან და შეაფას. ვაიმე. ძალიან მაგარი, აი, მე просто აი შოკირებული ვარ მართლა. აი, ხო უნდა მოგივიდეს აზრად, რომ ესეთი ფერები ერთად კიდე კაი უკაცრავად აქ დამრჩა ჩანთა, ვაიმე. აუ, ესე დამეკარდა გადავგავაფრინდა. მოიწეს. სურათი არის. კიდე კაი. არ ვიცი რა გითხრა. გაგوافაკ. აი ეს ნახე, მოდი ეკა. ნახე რა სილამაზეა. ფერი ნახე, გთხოვ. აი ძალიან მაგარია, ძალიან. აღნიოვანებული. აი არაჩვეულებრივი არა. რამხელა ენერგია მოდის, ნახე. ძალიან. მართლა იმოქმედა ჩემს. საიდან მოდის ენერგია? აი ნახაც ვაფასებთ ამას. და ძალიან ისეთი დადებითი ენერგია მოდის, თქო აღნიშნე. ჯერ არ გახსნილა გამოფენა და რას აფასებ? ფარდები მაგითოა ჩამოშლებული ნახატებზე. აი, წარმოიდგინე უბრალოდ. არა, გამოხედვაზე გეტყობათ რომ კარგი ურთიერთობა არ გაქვთ ხელოვნებასთან. მათ შორის ძალიან. მაგრამ არა უშავს ჩვენ სრულიად გამოთაყვანებული მოყვარულებიც კი დაგვიყენებია გზაზე და შეგვიყვარებია მათთვის ხელოვნება. მეგობრებო, რადგან დღეს თითქმის დროა უკვე დავიწყოთ, იმიტომ რომ დრო აღარ იცდის, მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ თქვენი იმყოფობით უსაყვარლეს, ულამაზეს, უნიჭიერეს, რაც თავარია და საერთოდ გამაუგნებელ დღესასწაულზე მაქვს ლაპარაკი, რასაც დღევანდელი დღე შეიძლება დავარქვათ. ეს არის ადამიანი, ვის გამოფენაზე თქვენ იყობებით, არმაზ მახარაძე, ეს არის უდიდესი მხატვარი. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობა, ჯერ უნდა თვალიერებთ. ჯერ არ დაწყებული, მინდა გითხრათ. თქვენ გაგიგიათ ალბათ იმპრესიონიზმი, გაგიგიათ რა თქმა უნდა, სურეალიზმი, გახსენით წარბები ახალგაზრდა. გაგიგიათ დადაიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, უამრავი სხვა სტილი, მაგრამ მიმდინარეობა მხატვრობის და სტილი, რომელიც თვითონ არმაზ მახარაძემ შექმნა, ამას ეწოდება ფუღურიზმი. აი, სწორი რეაქცია იყო თქვენგან. ალბათ, რატომ ფუღურიზმი, ხო? ეს უცნაური სახელწოდება მიმდინარეობისა მხატვრობაში, მაგრამ თქვენ რომ მის არმაზ მახარაძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მის ნახატებს კარგად დააგვირდებით და შეისწავლით, დარწმუნდებით, რომ ამ ნახატების ავტორს თავში აშკარად დიდი ფუღურო აქვს. საიდანაც უდიდესი იდეები იფრქვევა და ივსება, რა თქმა უნდა, ხელოვნების შესანიშნავია, იმედია, მალე გაიხსნება და დავაწყდება. რა თქმა უნდა, მასზე მე მინდა წარმოგიდგინოთ უდიდესი მხატვარი, ბატონი არმაზ მახარაძე. მობრძანით ბატონო არმაზ. შევეგებოთ დაში. გავაკეთეთ რომ გავედინოთ ბატონო არმაზ. გამარჯობა, თქვენი თაყვანისმცემელი. შინდიდან ახალი ველოდება. მობრძანდით, მაშასე დავიწყოთ, გახსნილად გამომიცხადებია ფაქტიურად გამოფენა. აქეთ გამობრძანდით ახალგაზრდა. მოდით დავიწყოთ. აი ესე დადექით რომ თვალსაჩინო იყოს ყველასათვის ხატვის უკან დაიკავეთ ადგილი რათა ხატვარი არ დაიჭდილოს. ფინალურ შემთხვევაში ხელოვნება ამასაც გაპატიეთ. რაც შეეხება ამ ნახატს. ფეხსაც მელა. ეს კარგად გახსოვთ ფეხსაც მელა. ფეხსაც მელი და აი მელა ერთმანეთში ფეხსაც მელა. ეს გამოვიდა ეს ფეხსაც მელა ძალიან კარგი გამოჩენა. თავისებური ძალიან მომწონს, აი მართლა ძალიან მომწონს ეს ნახატი და რა ღირს. თუ გიგეთ რა ღირს. იცით არის, აი ეს სურათი შეუფასებელია საერთოდ, მაგრამ თუ ხართ მკვდელი 60 წელში მოგცემთ. თუ ნამდვილად გინდათ 60 წელში ისე შეუფასებელი არის. ნამდვილი მკვდელისთვის. შემდეგი ნახატი. კარალიოტი. აი ეს არის კარალიოტი, მოიცრათ. კარალიოტი, ხილი აი კარალიოტი. აი ეს ვერტფრენი როგორც მოგეხსენება და აი ხლა ზამთარი არის, რამოდენიმე დღეში ეს გახდება ხურმალიოტი. მოგეხსენება დიახ და მე კიდე ზამთრის ბოლოს გახდება ჩირილიოტი. ცოცხალია თვითონ სურათი. ხელოვნება ხომ თავისთავად ცოცხალია და ბატონი არმაზის ფრინლები ხო საერთოდ სიცოცხლის მატარებელია. სხვა თუ არაფერი. მე მინდა გითხრათ რომ ბატონი არმაზი სხვათა შორის
ევროპაში ძალიან პოპულარულია როგორც ხელოვანი და მხატვარი. იგი იმდენად პოპულარულია და ისეთი აღიარება მოიპოვა მან, რომ გამოფენა როდესაც ჰქონდა მას ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, იქ ცნობილმა მხატვრებმა დიდი ზარზე იმით და დებორტით გამოაცილეს სხვათა შორის ჩვენი არმაზი, მინდა გითხრათ. უდიდესი ზარზე იმით და დებორტით. რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, კარალიოტმა, არა მარტო კარალიოტმა, ძალიან ბევრმა მისმა ნამუშევარმა სოფლის განვითარებას შეუწყო ხელი, არა მარტო საქართველოს, სოფლიოში. თქვენ თუ გახსოვთ უკვდავი ტილო, ეს იყოთ გამახსენეთ მოტოციკლეტი. უკვდავი ტილო. იაპონელებმა იყიდეს როგორც პროექტი მოტოციკლეტი და აწარმოებენ ახლა სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს და განავითარეს ასე საოცრად სოფლის მეურნეობა, მინდა გითხრათ. მოტოციკლეტ ჩვენ კიდევ ქართველები ვერ ვაფასებთ ერთმანეთს რა. შემდეგი ნამუშევარი სხვა არ დავაფასებს. მობილურჯა. აი, ეს არის მობილური დეფიჯა, აი, მობილური და ძალიან ისეთი არის, შედევრი არის. ეხლა უბრალოდ დამждარი იყო და შევაერთი დაიტანება რომ კარგად გამოჩნდეს. აი, სხვათა შორის, აი ეს ნამუშევარი დავხატე მეორეჯერ. 1993 წელს დავხატე პირველი ეგზემპლარი და ეს არის უკვე გაატანილი მეორე ტილოზე რა. თვითონ აი ეს ნახეთ. და პირველი ეგზემპლარი სად არის? პირველი ეგზემპლარი შევჭამე. მაშინ რომის დროი გაჭირება იყო, შევშილი იყო და ყველაფერ ჭამდით მაშინ და პირველი ეგზემპლარი შევამეჭამა მინაგის პერიოდში. კერალ ბატონო არმას ჩაგეჭრებით, ჩაგიხტებით სიტყვაში. რაც შეეხება ამ ნახატს, რომელიც დაგვავიწყდა თავიდან, ტრაკანა. არა ჩოლებრივი ნახატი. ეს არის ნამუშევარი ტრაკანა. ეს არის სხვათა შორის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ტარაკანას შეხედა სხვა მხრიდან და შეხედა სხვა მხრიდან და მე ტარაკანა დავინახე საპირისპირო მხრიდან გუგლიდან და ვახვი ტრაკანა ამიტომ დამეთანხმებით როგორც დავინახე როგორც აგვიქვი ისე დავარქვი ტრაკანას სრულიად სხვა ტარაკანა როგორც სილამაზის სიმბოლო აქედან უფრო გასაოცარია და არაჩვეულებრივი სანახავია. გაიხიეთ უკან თუ შეიძლება ბატონო არმას, რაც შეეხება ამ ნახატს, ავტობუსი. აი ეს ავტობუსია. მერია მოგვიყვანა ავტობუსი. ნაგითაც ბუზები რო ვიყვანა უკვე ეს კუთარი ავტობუსები, მე გამიშთა იდეა და ავტობუსი შემქმნელი ასე დიახ. რა თქმა უნდა, შემდეგი ნახატი კიბორ მსხალა. აი კიბორ მსხალა გვაქვს. აი ეს ნამუშევარი მინდა გითხრათ. მსხალი და ერთად არის კიბოჩხარა არის. სხვა შორის აი ეს მსხალი არის გულაბი. დიახ თვითონ. გულაბის გარეშე ეს ნახატი არის გამოვიდა და გადავიდეთ შემდეგ ნახატზე. რა ხდება? რა არის ძალა აღმას ხნავსო? ფანხარი. არაჩვეულებრივი. ხალხია ულამაზესი. სხვა შორის აი ეს ვათი მეს ვაი მე აღფრთოვანებული ვარ სიკეთის გავსი არაფერი არ მინდა. მოიხსენება ხარი და თავისებურად ფანხრის თავი. დათლილი წყვილით. სხვა შორის თქვენს კარგი ნატურა ხართ მინდა გითხრათ და ვაი მე თვითონ თუ ჩვენთან საღამოს ჩამოვძანდებით სახელოსნოში დიდი სიამოვნებით დახატავდით. ვაი მე სიამოვნებით მოვალ მარცხ, იმიტომ რომ აი აღფრთოვანებული ვარ უბრალოდ ამ ნახატებით. ძალიან კარგი. ესე გაუსლებად მოხვალ. აუცილებლად მოვა თქვენ თუ დამხატავთ მე აუცილებლად. უნდა მოხვდეთ უეჭველი რა. არა მაგები და თქვა ისია შამბანი ურდა მამალე და თუ მოხდა. ხატრის გადაგდება არ იქნება. ხატრის გადაგდება სამშობლოს გადაგდება. აი გოგზანი თან. გავაგზავნოთ. აქედან დამიდექით. რა შეეხება შემდეგ ნახატს, ეს გახლავთ კურუხი. სხვა შორის ეს უნდა ყოფილიყო თეთრზე, მაგრამ გამithავდა და ყვითელზე არის დახატული. გასაგებია, კარგი, ძალიან კარგი. შემდეგი ნახატი ტელევიზორო. აი ეს ნახავთ ტელევიზორო. აი სხვათა შორის. რამდენი ხანი ხატავდით ამას, იმიტომ რომ ძალიან ფანტასტიკური. სხვათა შორის აი ამ ნაშრომზე მუშაობდი 3 წელი თვითონ ნახატი თვითონ ნახატი 5 წუთში დავხატე მაგრამ 3 წელი უბრალოდ ვროდებოდი ლიცენზია ზოროსგან და როგორც კი მივიღე ავიღე ბაქალე და შექმნე ტელევიზორს ეს ხატვარი ასე ფაიზაკს ბაზრობდეს პირველი შემთხვევა მობრძანდით აქეთ აქეთ შემდეგი რაც შეეხება შემდეგ ნახატს ძერაქვი ეს გახავთ ძერაქვი
მოგესალმებით, აი სამუშაო არახია ძერა და აი ეს აწყობილი არის თავის ამაზე, დიახ. სათავშორის სოფლის მეურნეობაში ესეც გათვლილია რომ პროექტად გაკეთდეს. აი ეს და შემდეგი ნახატი რაუბედურება არის ასეთი. აი ეს გახლავთ წითელი სპილონჯი. აი ესე ქვია ამ ნახატს დიახ. წითელი სპილონჯი. ხო, მაგრამ ამ ნახატზე ბურთელზე არც სპილოა, არც ლონჯი, არც წითელი. გადამთარებია მე. კაცრავად. რა მოხდა ახლა? მხატვარს დაავიწყდა ნახატის დამთავრება უბრალოდ. წითელი სპილონჯი კი არა, ზედა არაფერი. ახლავე დაამთავრებს. გამოიწიეთ აქეთ. ახლავე დაამთავრებს. ჩვენ შემოქმედების მომსწრება რა თქმა უნდა, თქვენ ახლა ცოცხალი შემოქმედების მომსწრენი გახდებით. მაგრამ თითქოს დასავად. დიახ. ერთით ვერ დაამთავრა მოგესწრებათ. არ არის მოცლილი ადამიანი. უამრავი. აი მობძადით? მომდანეთ. მობძადით. ბრავო. ერთი წუთი. წითელი სპილონჯი. აი, ეს გახლავთ ნამდვილი შედევრი. მოგეხსენებათ, წითელი ლონჯი. თავისთავად თავი, ლონჯი და წითელი ტანი ეს ყველაფერი. გამოჩნდა უკვე რა. გამოშევარი არის. დიახ. დიახ, ისმენთ რა გნებავთ. გამარჯობა, მე სპეციალურად დაგაცადეთ, რომ კარგად ვისაუბრო. მე მოვედი, ბატონო და ქალბატონებო, ხელოვნების მოამაგენო და ტრფიალნო, რათა ეს ადამიანი სიცრუეში მაფხილო. ერთი წუთით მეგობარო. ერთი წუთით მეგობარო, რა მასკარადია რა. ეს ადამიანი პლაგიატია და მეტი არაფერი. საქმე იმაში გახლავთ, მე ყველაფერს აგიხსნით, მე ყველაფერი მოტანი მაქვს. მეგობარო. ეს გახლავთ. ერთი წუთით მეგობარო. ჩვენ რაღაც სპექტაკლი შევუკვეთეთ ამ ფენასთან თუ რა ხდება? არავით არის სპექტაკლი, მე მხოლოდ სიმართლეს. რა გაინტერესებს? ბატონო, რა სიმართლეს? მე მაინტერესებს? მე არაფერი არ მაინტერესებს. მე მინდა ჩემი სათქმელი თქვა, ეს ადამიანი არის პლაგიატი და მან მომპარა იდეა. ბატონო, რა იდეა მომპარა? ეს ყველაფერი არის ჩემი იდეა. აცადეთ, ციცრუის სარცხეში თვითონ დაიწყო. არავით არის ციცრუი, როგორც მე. ცოტა სახეცვლილებით მქონდა ეს ყველაფერი და ამ ადამიანმა მომპარა. კი, მაგრამ ეს არის ჩემი მიმდინარეობა. ვინახავ, საიდან მოგძანდით? ეხლავე მოგახსენებთ, ეს გახლავთ ჩემი მიმდინარეობა, რომელსაც ეწოდება მხატვროზია. ბატონებო. მხატვროზია მოგპარათ ბატონო. მხატვრობისა და პოეზიის სინთეზი. ასე ვთქვათ, მე ვხატავ ლექსებს. აჰა. მე წამოღებული მაქვს ჩემი ნამუშევრები. ეს გროტესკი მინდა გახდა. გაჩვენოთ. გვაჩვენეთ, ძალიან გვაინტერესებს, ეს გვაჩვენეთ. თავად მივხვდებით. კი ბატონო, დავიწყოთ. ჩამსკვირო ინტრიგა. აი ბატონო. ეს რა არის? ანა კალანდაძის ფანტასტიკური ლექსი. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. აგერ ბატონო, თუთა რომ ლამობს შემოჭრას სახლში და ეს თვითონ ლამა და ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. თუთა შემოიჭრა. არ არის ახლა ჩემი იდეა. გესადა. არა, გვაჩვენეთ, ძალიან ხო, გვაჩვენეთ. ბატონო, და ეს არის პოეზია, ხელოვნება? ბატონო, ყორღანებიდან ნოლი აფრინდა. ბატონო. აქ ერთი რამ არის, უნდა გავითვალისწინოთ, უბრალოდ ყორღანები არ მინახია არასდროს, ამიტომ ასე გამოვსახე, რომ გამომეტყობია ჩემი ერთგული და ეს იგი ნახმელი. დიახ, აი შეგიძლიათ შეისწავლოთ. ეს არის გნოლი. გნოლზე ვერ შემედავებით ბატონებო. გნოლი და ყორღანები არ გინახე და კითხვის ნიშნები. ყორღანები ასე გამოვსახე. შემდეგ მე ესე იგი ზღაპრებსაც მოვედე. გვაჩვენეთ. ბატონო, ნახევარ ქათამა. ეს რა, აი როგორია? ნახევარ ქათამა. და ასევე ისტორიულ ჰეროიკული ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთი და რაღაც თქმა უნდა, ჩემი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო ნამუშევარი, აბატონო. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს, ქალბატონო? ერთი წუთით. მაინტერესებს. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს და ძველ ბალახზე თუ თეხში შველა არ გაიარე, რა მამული. აი, ბატონებო, თუ არ არის ეს ადამიანი პლაგიატი. შეგიძლიათ დაახვიოთ ეხ. დიახ, ფურცლები კარგად დაახვიოთ. კი ბატონო, დავახვევ და ჩამოვკიდეთ. თქვენ ხელოვანი კი არა, თქვენ ახალ ხბოზი. ხუჭის ხბოზი ხარ, თქვენ. რას მელაპარაკი? ხუჭის ხბოზი ხარ. ხვენია. ჯიჯგვი ინტრიგა. გადი გარეთ. ამასაზე არ გავწოვებ. იბძადის შეფიგინდა რა ვიღაცა ხარ მართლა გაუცდელებული ხარ. ჩამსკვირი ინტრიგა, ეს.
გასავთ მეგობრებო, ავღერდი. ესეთი ადამიანები ხელოვნების სანაგვეზე უნდა ეყარნენ. აი ეს არის. არაფერი და დაივიწყეთ. რომელსაც ბაზარში ახლა არა ის პრობლემა. ბატონებო, მოკლედ მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგეწონათ. დაივიწყეთ ეს ინციდენტი. ყველაფერი საოცარი იყო, უბრალოდ უკვე თენდება საცა 8 საათია თუ არ ვწდები. კი 8 საათია და უკვე ხალხი შემოვა საგამოფენო დარბაზით იხსნება და მომეხმარეთ თუ შეიძლება. ამეებში რომ იხსნება მომეხმარეთ, თორე ხალხი შემოვა ახლა დირექტორი და მომეხმარეთ თუ შეიძლება დროზე ხალხი შემოვა უკვე და მოხდა აქეთ მოხდა დავიდე აქეთ მოხდა აქეთ ასე დავიდე იხსნება უკვე იხსნებიან და სიცხულია. რა ხდება ერთი სოფელ ქვეყანაზე? დავარკვიოთ. დაუწყია თუ გადილაადრია დომინოს თამაში. აგი ნავთოს кайქვები ყავს ხელში. მალადეც. მე ვიგე დადო ჩარისე მიადევი სეიაკი ხა დაიწერე 15. საიდან დადო შეხებ ფუი დაგადევი გრანიტი გულზე. აი ზევით რა ხდება ციალასთან. ოჰო ციალას ახშია. ჯაცმული არ არის მთლად. კალო. ირსახოცი მომიტან ერთი წყალი უნდა გადავივლო. აგერ გორბუში საქმე მაქვს. ესმის. და შალვა ჩამოსულა მევლინები. აღარ გინდა რა ირსახოცი არ ვიდა მანავანავანებს. და ესვინ. და რაკალია ვიჩო. რათეძო. რა ფეხი, რა ტანი, რამკელი, შეგენაცვალე რა ტაფა. აი ეს ტაფა იქნება, რომ წამოვა ახლა მაგასიებულთაში. ვისუყურებ? ადამიანი შემოვიდა. ვისუყურებ შაბაბის სახში რაღაცა. ცაცარებ. დიდი შეგაცა საუზე გამზადე რაღაცა. დამიწყო აქ ახლა ის შკოისავლე ბაბა. უყურე და ის ვაიმე დედა მომკლა მხუდების გაფენვამ ხო მომკლა კაცო რა უბედურება ეს დედა შემიძლია მოუკლი და გავწყდი ნელა გაფინო ვაკუდი ქალო ნელა გაფინე არ ჩამიგდო იმაში ნაგვის ურნაში თორე მოხდები პოლიტიკურ სანაგვეზე შენ სიმთავრობაზავით მე და შენ როდის უნდა გაჩერდე კაცო როდის უნდა დამანებო საერთოდ თავი უნა შენ როდის გაჩერდები თორე ბიჭო ის გაიგე მიგზარის მაქანა რო გაუტეხეს ჰა მუგზარი მუგზარი ოპელი რო ყავს ოპელი აი სარკე რო მოუტეხეს სარკე მე დებილი ხარ შენ რა მე დამანებე თავი კაცო რა ხდება რა ამბავია კაცო რომელი ხარ ყოველ დღე რო დაბრიგინებ ამ სახურავზე ჯიავიტალ მე ვარ მედანინი ანტენას ვასწორებთ მე შვილო რა გამსახურავზე ასწორებ მაგანტენას წადი და სხვაგან გაასწორეთ ან სასტუმროში გაასწორეთ ანტენა საუნაში წადი გული თუ არაგან დაგრევები გადაბიეგე ვინ არის კაცო ეს კი ჯიავიტალ კარგი ხო წამოდიდო არ შეგვიკლეს კაცო ხელში რატო არ გაიგუჯე გამარჯობათ ბატონო როსტომ გამარჯობა პოტენციურად ჩინოვნიკო მეზობლად ჩამოსახლებულო გიგითხოთ თქვენ როგორ დადებით როგორ ახართ როგორ გკითხულობთ რა ხდებოდა უგუშინ კაცო რა ღრიანცელი იყო ჩვენსას ვებოთ კაცო ჯემალი მიყიდა ახალი ტელევიზორი ის რა ქვია პლაზმური ტელევიზორი ყიდა ახალი და აღნიშნეს რაღაცა და ცოტა რადო არ აღნიშნავ და რადო არ იყიდი და ანდა ტელევიზორს საშუალება მაგაცა აქვს გენაცვალე
საშუალებაც შეძლებაც და ყველაფერი ჩვენ ვიკითხოთ თორე რატო არ იგიყიდა არ უკეიფიათ ისე მერე კაცო ის თამარა შემოვიდა სახლი გაუყიდია კაცო სახლი თამარა ო სახლი გაყიდა და რატო არ გაყიდიდა ვალებში გიხჩობა და კრედიტორები მაგას დაძდებენ და რატო არ გაყიდიდა ჩვენ ვიკითხოთ საზოგადოება ხალხმა თორე რა ხდება ქალო რა ამბავია რა იყო რა რა ხდება და ბავშვს ფეხსაცმელზე ძირი აძვრა და ვუჭედებ რა მაცადე. ბავშვი რატო ტირის მერე? არ იხდის ფეხსაცმელს და. მოდი მოვეხარე შენ. კაცო ცოცხალ ბავშვს აჭედებ ტანზე ტუბლებს როგორ შეიძლება კაცო ვინახარ შენ? ჯანდაბადა. ხალბატონო ნინი. ხალბატონო ნინი. ბატონო ჩულკი გახევიათ აქედან ჩანს და ხილათ იღავით სავსეა გაჭაღებით ქვეყანა. თქვენ ნორმალური ხართ კაცო მე რომ მომჩერები ხართ თქვენ ცოლს შეხედეთ და იმას უყურეთ. კაცო ხახვები ჩამოვარდა და მაგას ვიძახით ორე რაც შემეღვათ მინდა თქვენი ყურება. ესიერად იყავი შენ მან. ესიერება თქვენთან არის მოსაგონი თორე ჩვენთან გაიხანია მოგონილია. ისა როსტომ ბატონო მე ერთი ჩვენ გადავიდეთ ქვევით რა რა ხდება რა წინ მეხუთე გორბუში გადავიდეთ. იმის ბაბუა დაიღუპა კაცო. ო საზას ბაბუა. საზას ბაბუა გარდაიცვალა უკვე. ო ესე იგი უშველა თავს ხო? ხო რა ვიცი. დაწვა ხო 64-ისკენ ხოშიანა ჩვენ ვიგიტყოთ რა ჩვენ მოხალხ მაგორე. თვითონ რა ენაღლება გააშალა ფეხები და იხადე ახლა მაგის ფულები და ისინი. სკელეხში ვინ ამძავსდეს და ყველა თავის საქმეზე ფიქრობს, ყველა თავის საქმეზე. ვარ მივიდა და რა. მენი არ იყოს. ეგ მეორე ხელში გადაანაწილეთ, თორე მიაყოლებ, მე მგონი თითებ შენ. მეორე ხელში მაგ ადგილი. დაგებული გაქვს. რატო გექნება დაგებული გენაცვალე? როზე განა გამზადე რამე სადილი რა მაჩე ომდილი და მინაყარ კაცო. შევჭამეთ და წაიღეთ და. აი, რატო სტალინი არ ადგება? უცებ. აბა, სხვა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობ, რა ხდება? რა მაინტერესებს ახლა ამათთან შეგრულები თუ იმათთან შეგრულები და პოტენციურად ამბავი და მოსუქებულები თქვენ ბრძანდებით ამ იმაში ის რო გადაიტანესო ვითომ პარლამენტის ამბავში რა მაფია მანდ ახლა ეს ქუთაისში როა რა ხდება ვითომ ხო გადაიტანეს გასო ქუთაისში პარლამენტზე დარჩება ალბათ ეგ სპეციალური ამბავია ხო მან ეგ ქუთაისში გადაიტანეს და იქნება ქუთაისში მანდ ახლა რა მაფია შეუყურე ახლა ვიტალი წლაშკვიანი არ ახარ მაგრამ მიხდები ყურე მანდა რიონზე გაუშვებენ მე ალბათ პარლამენტს რიონიდან მანდა წავა მე ფოთისპორტამდე მიიდანენ და ფოთისპორტიზე მოგე დადებენ გემზე ჩემო ბატონო შეხტებიან შინი და უღარე მე წავიდა დაასვებიან გავი ბიუჯეტი არა ჩემო კარგოს ალმარგარეთ ეგ არის ეგ მაფია უღარე მე კაკალი ო სადღა კაკალიც მაგას მაწაიღეს და თხილიც უღარე ეს გაზონას დავეძე პარლამენტში ვიგაჭირება მაგას. ბებია შენი როგორ არის ისე რაღაცა თუდად იყო სასწრაფო ნახე. ვერ არის ეზოში და. რა კარგად ვერ არის საერთოდ აღარ ესმის კურსი არაფერი. კურსი აღარ ესმის. აი ხო გაზდილი პენსია და წაუყურო უკვე. თუ როგორ არის თქვენი ამბავი. აი ყველა თავის თავზე ფიქრობს. აგინა თო დავანებე კაცო დავანებე. ვინ არის შენი პატრონი თორე? ისა ჰალო როსტომატონ ვერთ საათი ნახე რომელია? საათი რომელი იქნება თქვენი დროა. თქვენი დროა ახლა თქვენი ბოგინის და თქვენი გულაობის დროა გაზულუქებულების. აგინა კაცო რას გადამეკიდი ამდენი და ყოველდღე რატომ იშლი ნერვებს კაცო დამანებ რა ჩემი დროა რითი შეგაწუხე ბატონო რა გადამეკიდე მეტი რითი უნდა შეგვაწუხოთ ჩასახლებული ხარ გელაცვალე ა გვაზი ხარ თავზე და აგინა კაცო ხტები და მეტი რითი უნდა შეგვაწუხო აგინა რა შევჭამე შენი კაცო დამანებე თავი ვინ ახარ კაცო შენ ყოველდღე ერთი და იგივე 10 წელი აქ ვარ და ყოველდღე ერთი და იგივე რას გითმენ ამდენი ხანია ხო ბოლო რას მითე გარი კაცო ერთი აგინა კაცო შენ ვის რაცეუნები ნაგვის ფული ვერ დაკადებინე 5 წელია რა ნაგვის ფული ვერ დაკადებინე რა ნაგვის ფული ვერ დაკადებინე თუ ხარ შენ საერთოდ აზზე რა ნაგავი შენ თვითონ ხარ და მე შენი ფული დავდო თუ როგორ არის შენი ამბავი ვინ დაგალ ვინ არის და ვისაც უყურებ დაგალ ვისეუბნები მაგას მე რო გაკეთებული მაგაგზაგვე ეზო რო გავანათებაში ხო ვიყავი კარგი ეზო სული რო ჩაგვიბნელე მაგას ასუშვები სული ეზო გამინათ
გადი მე თავი დამარებე კაცო ღეთი ვინ აკა დამარებული არა მაგათო თქვენ სადგილი გივით სადაც არის მაგრამ ერების ერთი ჩამოსულიო მე რომ მეუბნები და თავზე გვაზიხარო აი გასაგებია ჩამოსულები გვაზიხარ თავზე ზუსტად მაგას აგიდა მე რითი შეგაწუხე ჩამოსული ვარ ზო მე კაი ჩამოსული ვარ მე თერჯოლი და შენ საიდან გარ საიდან ვარ არის იცი საიდან და ეროვნული მოძრაობიდან საიდან ეს ხერია კაცო არ გადაგვაყოლა ამის ეროვნულ მოძრაობას არ წაიღო ტვინი შენ როდის აღიღებენ ნახედან შენ თორე ეროვნული მოძრაობის რა გესმის შემართლა ტუბაკო შენ მაიმუნი ვინ არის კაცო ეს ვინ არის ეს ვინ არის ეს უტვინი კაცო მე კი არა შენ ვინ იქნები ცოტა ხანში შენ ნახედან როგორ ნახავ ოთხფეხზე გაქცეულს ბიჭო ბიჭოგი არა და შემაშველე ქალო სიტყვა თორე გაცივდა გამათი შენ რაგამ დაგაოსა კიდე სამიანე დამანები ეს პანჯარა რა გახდა კიდე ქალო რო ვერ დავხურე ერთი მოიტანე ბულს გაიგა რაღაცა გავაკეთო მაინც გაზო რა ბულს გაიგათხო ადამიანო ემავალშენებელი ქარხანა შენ დაშალე 93 წელს და მე მთხოვ ბატონო ბულს გაიგა ისეულები ქალო მაგას თუ ხარ ნორმალური ჯგოზე და კარგად იცი ვისაც მეუბნები შენ გეუბნები ბატონო ჩემო ჰუმანიტარული დახმარება რო წაართვი მეზობლებს და პადვარი რო გავსე ბრინჯი და ზეთი შენ არ იღავი ქალო მე მეზობლები რო დატოვე რა ქვია ფშიერი რა ბრინჯი მოვყარე რა ბრინჯის მოვყარე მოვა შენი დროც მოვა შენი დროც მოვა ყოველ დღე რატო უნდა უსმენდი ამას ყოველ დღე ვინ არია კაცო ესენია წაი ჰალო პულტი საწაიღე აქ ტელევიზორი მაინც ჩავთო და აუციო იქნება მათი ხმარა საწაიღე პულტი პულტი კი არა ანაბრების საწაიღე 93-ში ხალხო რა გინდა კაცო შენ ნორმალური დუღა მე რა ანაბარი დავიღე არა ვინ ანაბარი დაიღე რა ანაბარი დაიღე შენ ზოზიერად რა გადმოვა ლაღა დაგილეწავ თაყვმას მათ უმოვე ისეულები შემართლა უნდა მოსვა დასავლეთი თაობა შახეთ ახლა შენ გადმოდი ერთი რა ბიჭი ხარ ნახოთ ერთი რა ბიჭი შენ ნორმალურად გადმოდი ერთი გადმოვაიგე არა შენ არ გადმოხვიდე მე გადმოვა არ გაგიციდე დამელოდე ერთი მათ შენ დამელოდე დამელოდე მათ არ გაგიციდე ეს გვერდები არ გაგიციდე შენ დამელოდე ამიში ერთი ჩავიდე ჩვენ მიუსამძიმროთ იმას შეცვლია. გამოდი. ფეხები ჩამოიღე ბიჭი. წესი რა დაჯექი. სისმარი, რა მაინტერესებს იცი? ხო. ერთი კითხვა მიტრიალებს თავში რა. ესეც არის სწავლა ამბავში. აი ბინას რო ყიდულობენ რა, სისმარი. ხო. რო ყიდულობენ და სუფრას რო შლიან. ხო. მაგას ნოოსელია ხო ქვია? ნოოსელია ქვია. ხო და აი როცა ყიდიან ბინას, აი მაგას რა ქვია? მაგას ქვია ბოლოსელია. რა ბოლოსელია? არის. იგივე მე რა ვიცი, გონე რა ქვია. გონე? ხო. რატომ ეკითხები მაგას? მოიცა რაც ვიტალის გაუკეთე ის ხوار გინე ახლა ჩემ ნიკოლასაც რო გაუკეთო, ჰა? არა, ცისმარი, არა, უბრალოდ გონე რამე არ შეგეშალოს იცოდე ახლა მითხარი დროზე რას ფიქრობ და რას თაფიქრე. არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე რა მეთქი ხო არ გავყიდოთ ნიკოლოზის სახლი მეთქი. პატარა ბიზნეს დავატრიალებდით, მე აგარაკსაც ვიყიდით ბინასაც და მანქანასაც და შენ ხო არ გადაირიე, კაცო. ამ გასარემონტებელ ბინას მივიყიდის ერთი გამაგებინე. არა, გასარემონტებელი რა, რო გავყიდით ბინას. ფულს ხო მოგცემენ? გავარემონტებთ მე და მე ისევ გავყიდით.
გონი, არაქცხვენია გონი, არაფრის მაქნისო შენ, არაქცხვენია. მთელი ღამები დამწანწალებს საღამოს ქუჩაში ვდგავა რაღაცა რომ ვიმუშაო და რაღაცა გავაკეთო, სახში შემოვიტან და შენ კიდე არაფრის მაქნისო, მთელი დღე ზიხარ სახში და იმას ფიქრობ როგორ გამიყიდო ბინა. არა, რა იმას ფიქრობ, კაცო, პროსტო ეხლა უცებ მოვიფიქრე რა, მეთქი აი ხა წამობს და რაღაც სულელური აზრი რა და უცებ წამოვროშე რა. რა მაგას ფიქრობ, არაქცხვენია? არა, გონერ. ისე ახლა მოიცადე თუ რამე კაი ბიზნესია და რაღაცა ფული დაგვრჩება და იმას ვიზად შეიძლება ისე რომ ანუ შეიძლება მაგაზე ფიქრი? ხო რატომაც არ შეიძლება ახლა გონერის აი ცისფარი აი მობძანდით რა მობძანდით აი ეს ბინა რო გეუბნებოდით გამარჯობა აი ეს კლიენტი არის რა ხო აი ეს ბინა დაათვალიერეთ აი ეს დივანი რო გითხარით აი ეს რჩება ანუ პრობლემა არ არის დიგიტოვებთ ამას არა ამ ეს დივანი ცოტა პატარა ამაზე მე ვერ დავეტევი და ფასი დამიკელით ბინაზე ეს დაიტოვე რას ლაპარაკობთ გენაცალი ამ დივანზე ორი თქვენ დაუტევია ამ დივანს და კიდე მეს რამდენად ჯოტო და ხტუნაობები და საწოლი კარგი მოდი აქ ნუმბი აქ შეყვარავთ აი აგეთ საძინებელი არა ანუ მაგის პრობლემა არ არის აი ეგერ საძინებელი ეს შევარემონტეთ ცოტა მარა საძინებელიც კარგი. ეს მოხუცი ვინ არის? ვიზინოს ახლა. ეს მოხუცი, ეს დამავიწყდა რომ ეთქვა რა, ეს მოხუცი რჩება. არა, რა რჩება კაცო, რა თქმა უნდა მოხუცი. არა, ეს არის საჭირო, აუც ამბინას თუ იყიდე ეს აუცილებელი. არ მინდა, არ ჭირდება ძმაო მოხუცი რა. გამიჯერე, ცისმარი აჩვენე, მიდი, დააკაკუნე, მიდი. დააკაკუნე. აუცილებელია გეუბნები ძმაო ეხლა. რო გეუბნები, ვიცი ესე იგი რა. ნიკო! გააღიკარები ვიღაცა მოვიდა. ხედავ, ვერ გაიგე კაკუნი. უცებ ბებო დაგეხმარება. აბა, მაგრამ რა. ნახი, აბა ძმაო, მოდი და არა, ისე ბინა არა უშავს, კარგი ბინა არის, კი. მოგწონს, ხო? მოდი ბოლო. ჩავამართ ხელა თქვი რამდენი გინდა რა. ნუ რა ვიცი, ძმაო, ეხლა. ბოლო ფასი არის $70,000 რა. 70,000 просто მაღაზე ნაკლები ნაღდათ აღარ მიღირს ძმაო რა. არა, არის ნიკოლოზის შრომით რაღაცა ნაღდათ არ მიღირს მაღაზე ნაკლები. ალალი ხარ შეუბედურო, მოუმატე ცოტა ფასი რა. ცოტა რომ დამიკლოთ და შეხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში რომ გაითვალისწინოთ მაინც რომ არა ძმაო, როგორ დაგიკლო ეხლა გეუბნები, მაგარი ფასია. აი მაშინ ეტაპობრივად რომ დავფარო, შესაძლებელია რომ ეტაპობრივად რომ აი ეტაპობრივად გააჩნია, რავი, რას გულისხმობ. ანუ ხო აფასებ 70,000. კი, და მე ამ თვეში მოგიტან 300 ლარს. 300 და მე ყოველთვის ბოლოს 25 ლარს წყალი არ გოგო. ძმაო რა 25 ლარს ასისულელი. არ ძმაო გამოთვლი მაქვს 3055 წლის გასტუმრებული მეყოლები მეტი რა გინდა. რა 3040 არ მინდა ძმაო არ მაქვს. ნახდათ არ მიღირს ეგეთი რაღაცა რა. პატიოსას იტყვის გეუნები გასტუმრებული მეყოლე 3000 უცებ გავა რა არის 3000. არ მინდა ჩემო ძმაო არ გვინდა ფული გჭირდება კაცო ცისმარი ეგრე არ არის. აბარა ყველაფერი ეჭი. მაშინ ბარტერი. ბარტერი გაცვლა ანუ ანუ რა უნდა კარალიოკი ძმაო 70,000 კარალიოკს მოგიტან. ონას კაცო. $70,000 კარალიოკი რა ჯანდაბათ მოგიტან კარალიოკს რა გინდა. რა თმინდა საწავიღო ბიჭო $70,000 კარალიოკი. კაია ბიჭო ხანდახან პირს გაისველებ რა ჯობია კარალიოკს. ეს მაგარი ხარ რა. რა ძმაო რა პირს გავისველებ რა სისულელია რა. კარალიოკი მინდა. ოღონდ როგორ უყურე 300 ტონას ეხა მოგიტან. ხო. მე 25 ტონას მე მოგიტან რა. არა ძმაო არ მიღირს რა ნაღდათ ეხლა რა. ეხა სისულელებს იძახით. გამოთვლილი მაქვს ჩემო ზო 3055 წლის გასწორებული მეყოლე. რა 3055 წელი კაცო აგერ ნახეთ ბინა ყიდი და სერიოზულად გესაუბრები რა კარალიოკი რის კარალიოკი კარგი ეხა რა გწხვენ. ანუ არა ესე იგი. არა რა კარალიოკი კაცო $70,000 დოლარია ეხა всё. გეხური. პატონებო რა გეხური. გაგეხური ბიჭო რა. მე გადადი პირდაპირ საქმეს გენა და აცანცარებული კლიენტია. კაი მაშინ ბეს დავტოვებ. ბეს დაგიტოვებ. ბეს ანუ როგორ? ოღონდ ერთი პირობით იცო. ის ლიფტი როგა გაფუჭებული ის ლიფტი გააკეთე, იმიტომ რომ მე ფეხი ძევდა. ლიფტი არ არის ძმაო პრობლემა, მართლა გეუბნები რომ მომცემ ფულს რომ მომცემ ამბინის ფულს. ხო წავაზმო და ლომბარდიდან დავიხსნი ამ ლიფტის მოტორს მაო რა. ხალხს დაუბრუნე პროზია საუბარი. შევაღონე მართლა. იბატონო შევაღონე. იბატონო პრობლემა. ანუ ესე იგი კარალიოკი არა. კარალიოკი არა ძმაო. ალუჩა. აი ალუჩა. 70,000 ალუჩა. არა ძმაო რა ალუჩა კარგი. კაი ძმაო მაშინ აგერ ფულს მოგიტან. ხო. ესე იგი რამ 5,000 დაგიტოვე. 5,000? ხო. კი, კაია, კაია. 2,000, 3,000, 4,000, 5,000. აზმა, ხო. ანუ ეს 5,000 ეხა რა ხდება? ეს არის ბ. ანუ ესე იგი დაბრონილი არის. დაბრონილი. ესე იგი სხვა რომ მოვიდეს ვიღაცა არ მიცი არავის. ესე იგი ბ. ბ. მე თუ არ მოვედი კიდე შეგჩეს ეგ ფული რა გინდა რა. ესე იგი შენ თუ არ მოხვედი მე ვრჩება? ხო, მე თუ. გასაგებია, გასაგებია. კაი, ხა მე გავედი საქმეები მაქვს რაღაც კარალიოკი გადმოსაწყობი მაქვს და როდის მოვიდე? სად უნდა მოხვიდე?
ბინაზე კაცო ხოლმე მოვიდე? არა, აღარ ყიდით ძმაო ბინას, გადავიფიქრე. რას არ ყიდი, კაცო? არა, გადავიფიქრე, ძმაო, გადავიფიქრე. ფული ხო მომეწონა? გაგიკურე ბიჭო, კარამიო. ეხა დაურეკა უცებ რა, ნიკოლოს დაურეკა რა, ხო და? ო და არის ხა იცი, სანამ დარეკავ გეტყვი რა რომ ეს ჩემი ფული არ არის, გაიგე? ჩემი ფული არ, ეს არის ჩემი ცოლის ქმრის ფული. გაიგე და იმანაც არ იცის, გაიგე ხა ბინას რო ყიდრო რომ მაინც რო გაითვალისწინე. რა ბედია, რა კაი ოჯახში ჩავარდა. და შენ მაგის ბედი ვიმოწე შეუბედუროში. ხო, მოკლედ გასაგებია ძმაო, დაჯექი ცოტა ხანი ხა უცებ დავრეკავ რა, ერთია ჩვენიანი არის, მაინც ხა უთხა რა, საბუთების ამბავი რაღაც. გადი დაღლოიქეთ. აბა შენ. ალო. ალო. ნიკოლოს გამარჯობა. გამარჯობა. ო, გონერი ვარ. გიცანი გი. საით ახარ ნიკოლოს? სად ვიქნები სოფელში ვარ. მოსავასაბინავე? ხო. ხო, რაზე გირეკავდი ხა ნიკოლოს რა? ბიჭო, შენ ბინას ყიდით ხა რა? რას ლაპარაკობ? დამაცადე ერთი წუთი რა. თუ ხარ ადამიანი. ბიჭო, ნუ ყვირი ხარ დამაცადე უკვე. მოგარებულია უკვე კაცო, ბედამიტოვა კაცო და ყიდით. გამითიშა ხა არაფერი რა, გამითიშა. სოფელში არა, პროსტო ხა არ ესმის ხა იქ კარგად რაღაცა და მაქსაბუთებს მოვაგვარებთ ყველაფერს. კი ბატონო. პრობლემა არ არის. ვაიმე დედა. ვაიმე. საიდან მოვიდა კაცო? საიდან მოვიდა? ვაიმე ნიკოლოს აი დაწყვეტი კაცო რა იყო რა დაგებარა. რა ხდება კაცო ნიკოლოს ეხა? ვე ნორმალურები თუ ხარ კაცო რა ხდება აქ ჩემს სახში. რა კარები გააფუჭე, ვერ გავიგე, ჩემი კარები რატო გააფუჭე? შენი კარები. მე უჩემოთ ხიდით ამ ჩემ ბინას კაცო, უჩემოთ ხიდით შენ ეხლა შეთაერთად არ უნდა ამკაც ცარიელი ბინა უნდა, ხაო. ზატო ბებიას ვაყოლეს, მაო. მოვაგვარე ბებიას ვაყოლეს. ერთი წუთი მასალეთ კარგი. ხო გენაცვალე, ხო გაცდი აბარა. მომისმინე ერთი ლოგიკური კითხვა მიჩნდება. აი ბინას რო ყიდი, ეს სად უნდა ვიცხოვროთ? ერთი მაინტერესებს. ნიკოლოს მაგაზეს გაგცეთ პასუხს. ეხლა რა ხდება გენაცვალე? ამ ბინას რო გავყიდით, რაღაცა ბიზნესში ჩავდივით და მე გადავწყვიტებთ ეხლა სადაც უნდა ვიცხოვროთ. მე გადავწყვიტებთ სადაც უნდა ვიცხოვროთ. მე ამის მერე მიჩნდება უკვე მეორე ლოგიკური კითხვა. თქვენ ნაჭამები თუ ხართ? კი ბატონო, ნაჭამები ხარ აშუაშია, ვა, დაჭამები ხარ. რა და მე შვიდე სართულიდან რო გადაგაგდეთ, ფანჯრიდან უფრო კარგად დაეხკატკები, დაცვალ. პროსტა ვისაგდებს, პროსტა მე მითხარი ვისაგდებს ფანჯრიდან რა. პროსტა მე მითხარი ვისაგდებს რა. ეს ვინ არის? რო დაიზურთება ჩემს ვინა ვარ და ბირის მფლობელი ვარ. ვინ არის ეს? რო დაიზურთება? ვინც არის რა? კიდველი არის კაცო ეს. კლიენტია. მე თვისმერი დატრიალდი ახლა შენებურ გადი მიდი სამზარეულოში მიდი ხო გადი სამზარეულოში. რა კიდე და თოფი გამომიდა ერთი ცხელწუეს და ვარ ცხელწარ მართლაც კი ვაისეთ. კარგი რა ნიკოლოს შენ კიდე ახლა მართლა რა დაგემართა კაცო. რა გაგაბოროტა ეს ქენასის ფერთვალი ბაკაცი. აგი საგარელმა რა თქვა ტელევიზიით რა გადმოსცა ვერ გაიგე? რო ისავრაკიო, ოჯახში როცა უარყოფითი აურა, ის სახლი უნდა მოიშორო და გაყიდოთ აუცილებლადო. მე რატო? ვითომ? იმიტომ როცა ვენერა შედის მთვარის სახლში, იქიდან გადმოსცემს უარყოფით აურებს და უნდა მოაშორო ეგრევე ეს სახლი. ის გადმოსცემს უარყოფით ენერგიას. იქიდან იმართება ყველაფერი, აბარა. იმართება, აბარა. იქიდან იმართება, ხო და იუპიტერის წიხლს ვინ მართავს თუ ის? ეგარით, დავეკები. არა, მე გეჭირით. მე მართავ იუპიტერის წიხლს და ცოტა ხანში. როცა გაზილა და გადაგაგდებ მარსის სანაგვეზე. კარგი ახლა და მოგაყოლები გონერის უკან. პროსტა რომელ გონერის გულის ხოს? პროსტა რომელ გონერის გულის ხოს მე მითხარი რა. პროსტა მე მითხარი რომელ გონერის გულის. რა სანერვიულებ ამ კაცს რა სანერვიულებ? რა მაინტერესებს? რამდენად ყიდით ამ ჩემს? ნიკოლოზ ხა რა არის ხა $70000 ყიდი ძმაო რა. ჩქარი ხარ. პროსტო მაგაზე ნაკლებად ნახდათ არ მიღիր შენი წოლება ეხა ნიკოლოზ. ჩქარი ხარ გონე. რატო ვარ? რატო ყიდი კაცო ასე დააბა 150 200,000-ად გაგიდე კაცო. ალალია ნიკოლოს მაგის ბედი ვინ მისცა? 200,000-ად გაგიდე სად $70,000 გულის რო მოკლავ კაცო სად 200,000 გული. პროსტა რომელ კაც გულის ხოს? პროსტა ვისკავს მე მითხარი პროსტა. მომიზმინე. დებილი ხარში, დებილი. მოქალაქე ერთი წუთი, კაი დავუშვათ და გავყიდეთ ეს მინე ერთი რას უპირე პამფულს რას უპირე. რას ვაპირებ ნიკოლოზ და ეხლა ბადარა წვრილი ბიზნესში ჩავდე პამფულს რა. წვრილი ბიზნესი მერე? მერე ნუ დავატრიალებ და ცოტა მსხვილი ბიზნესად ვაქცევ. მსხვილი ბიზნესი. მერე ნუ კიდევ ვაბრუნებ აბაროტი აიწევს და გავამსხვილებ უფრო რა. ხო და პირდაპირ რომ მოხდეს მსხვილი წიხლი ჩემი ცხვირპირში თუ ხوار გინდა. ხوار გინდა შემთხვევით.
Просто ვინმე დგას თუ ვისეუბნება, просто ვისეუბნება. მე მითხარი, просто მე მითხარი ვისეუბნება. რა არის? არის წერებზე თამაშო? დებილო შენ და ძიქრა გამოდი. просто ვის უთხრა? დებილო ვის უთხრა? просто მე მითხარი ვის უთხრა? ნიკოლას გინაცვალი, მოდი შეგინაცვალო შეიძლება. მითხარი მასანა მითხარი. არა, ერთ წუთი. შენ ახლა ერთი წუთით არის ფიქრო მაგაზე რომ შენ საერთოდ ისე დაგტოვებთ. ამ სახს როგორც კი გავყიდით ბიზნესში ჩავდებთ გინაცვალე და იქიდან მე რას დაგჭირა მოგება პაპალამ გავიყოფთ სამივე. აბა რა. აჰა, პაპალამ გამიყოფთ მე ხო? კი, აბა. მე რომ მოგი პაპალამ პატრონი ორივე ზარგიდა წახა. ვის პატრონი? ვის პატრონი? პროსტა ხელი არ მოხდეს თავში ერთი აი ახლა კედა. აუ პროსტა ზურგში არ მოხდეს, თორე პროსტა თუ გალო. აუ მიგაიბოგ პროსტა საფეთქელში არ შემეხოს თი. აი ახლა ახლა. მე პატრონი არ მყავს. აი ახლა მაგალე. ამჩენ აი და გამიხატკეს გული თქვენი მეხი არ ნახვა გამსახში ამა თუ ყურე თუ მოასვენებე გაცახში არასვენებე ოდი ბუდი აი მობძანდი აი ეს სახლია რა აი ეს სახლია და просто რა არის ცი ხა $72000 არის ბოლო ფასი ძმაო რა просто მაგაზე ნაკლებად ნახდათ არ მიღირს რა просто თავიდანვე გავთხილებ კარალიოკი და ხეხილი არ მიხსენო ძმაო გაცვლაზე არ არსებობს ძმაო წამო ეხა პადოს დაგათვალიერებინე მოდი აქეთ ძმაო